როგორც ხედავთ, რამდენიმე მაგალითი გვაქვს მოცემული, სამკუთხედები არის აქ სულ. და მოდი ცადოთ ვიპოვოთ მსგავსი სამკუთხედები. ანუ შეიძლება კარგად არ ჩანს, მაგრამ ეს არის ცალკე მაგალითი, ეს ცალკე, ეს წყვილი არის ერთი მაგალითი და ეს წყვილიც არის ერთი მაგალითი. ახლა მოდი ვნახოთ, აქ ვიპოვით თუ არა მსგავს სამკუთხედებს. ნუ დავუკვირდეთ რა გვაქვს მოცემული. მოცემული გვაქვს ესეთი რაღაც, რომ ეს გვერდი, ეს AE გვერდი პარალელური არის BD გვერდის. აი ეს აღნიშნა ისრებივით რომ არის აქ, გვეუბნება სწორედ მაგას. ახლა თუ ეგ პარალელურია, მაშინ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ აი ეს კუთხე ტოლი იქნება აი ამ კუთხის. ახლა კუთხე EAC ტოლი არის კუთხე DBC-სი და ამავდროულად თუ დაუკვირდებით, ეს კუთხე არის ისევე BDC სამკუთხედის, როგორც AEC სამკუთხედის, ხო? ანუ AEC სამკუთხედსაც ეკუთვნის ეს კუთხე და BDC სამკუთხედსაც ეკუთვნის ეს კუთხე. ახლა რა გამოდის, რომ AEC სამკუთხედში გვაქვს კუთხე რომელიც ტოლი არის BDC სამკუთხედის კუთხის, აი აქ. და მეორე კუთხე საერთო აქვს. ანუ გამოგვივიდა, რომ ორი კუთხე აქვს ერთნაირი ამ სამკუთხედებს. და ამიტომ აი აქედან შეგვიძლია ცალსახად დავასკვნათ, რომ სამკუთხედი მოდი ACE ვიტყვი, ACE, სამკუთხედი ACE მსგავსი არის სამკუთხედისა BCD. BCD. ისევ და ისევ, იმიტომ, რომ აღმოაჩნდათ მათ ორი ერთმანეთის ტოლი კუთხე. ეს კუთხე ორივეს ეკუთვნის და ეს კუთხეებიც ერთმანეთის ტოლი. ასე რომ აი აქ ვიპოვეთ მსგავსი სამკუთხედი. კარგი ბატონო, მოდი ახლა შემდეგი ვნახოთ. აქ აშკარად არანაირი პარალელურის აღნიშვნა არ გვაქვს. სხვათა შორის, ეს რომ არ ყოფილიყო აღნიშნული, რომ პარალელურია. მაშინ ვერც ვიტყოდით, რომ ესენი პარალელური არის და ვერაფერს ვერ დავასკვნედით. კი, გააქვს და ისე გამოიყურება თითქოს პარალელური არის, მაგრამ მაინც უფლება არ გვექნებოდა. ანუ აღნიშვნები მნიშვნელოვანია. ახლა მოდი აქ დავუკვირდეთ, აქ რა ხდება. ნუ აქ აშკარად ერთი შეხედვით არაფერი არ ჩანს, მაგრამ ვიცით გვერდები, რაღაც სიგრძეები ვიცით. და ცოტა ჭკვიანურად უნდა დავუკვირდეთ ერთ საინტერესო რამეს და მივხვდებით, რომ აქაც შეიძლება მსგავსების პოვნა. პირველ რიგში, რა სამკუთხედებზე გვაქვს საუბარი? სამკუთხედებზე უბრალოდ საუბრობთ X, Y, Z და XST სამკუთხედებზე. ოღონდ ახლა მე როგორც წავიკითხე, X სინამდვილეში არის არასწორი. და რატომ? იმიტომ რომ უნდა წაიკითხო ისეთი თანმიმდევრობით, აი ეს სახელი სამკუთხედის, როგორც უსაბამებ გვერდებს ერთმანეთს, ანუ XY არ შეესაბამება XS-ს. იმიტომ რომ XY აი ამ სამკუთხედში არის პატარა გვერდი და XS-ი აი ამ დიდ სამკუთხედში დიდი გვერდი არის. თუ გვინდა რომ სამკუთხედის მსგავსება მოვნახოთ, ერთმანეთის შესაბამის გვერდებიც უნდა მოვნახოთ. ანუ XY რომ არის აი XY რომ არის პატარა გვერდი, ხო? ამას XST სამკუთხედიდან შეესაბამება სინამდვილეში აი ეს გვერდი. აი, ცუდად დავხაზე. აი ეს გვერდი არის აი ამ გვერდის შესაბამისი. ახლა მე მინდა რომ ამ შემთხვევაში მოვძებნო გვერდებს შორის როგორი არის შეფარდება. და ნუ ცხადია ერთი იმასაც დაუკვირდები რომ აი ეს კუთხე ორივესთვის საერთოა. ანუ XYZ სამკუთხედში შედის ეს კუთხე და XTS სამკუთხედშიც შედის. ასე რომ თუ მე აღმოაჩინე რომ რაღაცნაირად გვერდები ერთმანეთს კარგად შეეფარდება, მაშინ ყველაფერი კარგადაა. ესე იგი ახლა მე მინდა რომ XY გაყოფილი XT-ზე იგივე იყოს, რაც XZ, აი ეს გვერდი, გაყოფილი აი ამაზე, აი ამ გვერდზე. ძალიან ცუდად ხაზა, მაგრამ არ შევს XS-ზე. XS-ი შეესაბამება აი ამ გვერდს. XYZ სამკუთხედის აი ამ გვერდს შეესაბამება XTS სამკუთხედის აი ეს დიდი გვერდი. ესე იგი XZ შეფარდებული XS-თან. ხო, ნახოთ ესენი ერთმანეთს შეეფარდება თუ არა, ისე რომ ტოლი იყოს ამათი შეფარდება, ანუ ორივე მხარეს ტოლი რიცხვი გქონდეს. XY არის 2 და XT არის 3+1 ანუ 4, ესე იგი აქ გვაქვს 2 მეოთხედი და XZ არის 3 და XS-ი არის 2+4 ანუ 6. ესე იგი გვაქვს 2 მეოთხედი და 3 მეექვსედი. 2 მეოთხედიც და 3 მეექვსედიც ორივე არის ერთმანეთის ტოლი, ერთი მეორედია ორივე. ესე იგი გამოდის რომ რადგან გვერდები, ანუ XZ-ი შეეფარდება XS-ს, ისევე როგორც XY შეეფარდება XT-ს და ამათ შორის კუთხე ტოლია, იმიტომ რომ ნუ ერთი და იგივე კუთხეა. ესე იგი გამოდის რომ აქ ჩვენ გვაქვს, როგორც იტყვიან, side angle side, ანუ გვერდი, კუთხე, გვერდი მსგავსება და გამოდის რომ ეს სამკუთხედები ერთმანეთის მსგავსია, ოღონდ როგორ უნდა დავწეროთ ეს? ეს უნდა დავწეროთ ცოტა ისე ფრთხილად. რომ დავწეროთ რომ სამკუთხედი XYZ-ი აქ რას ვაკეთებთ? X-დან ჯერ გადავდივართ Y-ზე, ანუ ჯერ გავდივართ მცირე გვერდს და შემდეგ მივდივართ Z-ზე. ამიტომ აქაც ჯერ უნდა გავიაროთ მცირე გვერდი და შემდეგ უნდა დავაბოლოოთ ეს სამკუთხედი. ამიტომ უნდა ვთქვათ XTS-ი და არა XST.
იმიტომ რომ XY არის იგივე XY შეეფარდება XT-ს, ისე როგორც XZ, XS. ანუ XY-ის შესაბამისი გვერდი დიდ სამკუთხედში არის XT. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ეს მსგავსი არის XTS-ის და არა XST-ს. ეს არის, ესე იგი, ჩვენი მსგავსება. კი ბატონო. ახლა შემდეგი მაგალითი. შემდეგი მაგალითი აი ესაა და აქ ერთადერთი რაც გვაქვს აღნიშნული არის ის, რომ ეს კუთხე არის მართი, მაგრამ მეტი პრინციპში არაფერი გვაქვს მოცემული, რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ მაგალითად რომ მქონდეს მოცემული, რომ აი აქაც მართია კუთხე, ხო? ანუ ეს რომ მართობი იყოს. მაშინ რაღაცებს დავასკვნიდით საკმაოდ საინტერესოს, ბევრი საინტერესო რაღაც გამოვიდა და აქედან. მაგრამ ერთადერთი ინფორმაცია მაქვს მოცემული, რომ აი ეს კუთხე არის მართი. დანარჩენი ეს სადაა დაშვებული და რამდენი გრადუსია, არ ვიცი. ამიტომ ვერაფრით ვერ დავადგენ, მაგალითად აი ეს სამკუთხედი, ან ამ სამკუთხედის მსგავსი თუ ან მთელი სამკუთხედის მსგავსი თუ. ანუ ინფორმაცია საკმარისი არ გვაქვს აქ. ამიტომ მოდი ახლა გადავიდეთ ქვედა მაგალითებზე. ესე იგი, აქ როგორც ხედავთ, ორი განსხვავებული სამკუთხედი მაქვს ერთმანეთთან არიან შეხებაში და მოცემული მაქვს მხოლოდ გვერდები. ახლა თუ მინდა რომ დავადგინო ამათი მსგავსება, ანუ არიან თუ არა მსგავსები, უნდა მოვძებნო ერთმანეთის შესაბამისი გვერდები და მათი შეფარდებები ვნახო. ანუ რომ მოვიღოთ EF-ი მაგალითად, აქ რომ მოვიღოთ EF-ი, მოდი დავწერ. ესე იგი, EF-ი არის 3 და ყველაზე მცირე გვერდი არის ამ სამკუთხედში, ამიტომ აქაც ყველაზე მცირე მოვნახოთ. ნუ აღარ ყველაზე მცირე არის HI, რომელიც არის 9 გაყოფილი ფესვის 3-ზე. შემდეგ ეს იგივე უნდა იყოს, რაც 3 ფესვის 3 უფრო დიდი არის თუ 6. გავიხსენოთ. 3 ფესვის 3 არის 3-ჯერ 1 მთელი რაღაც და 6 არის 3-ჯერ 2. ასე რომ 3 ფესვის 3 უფრო მცირე არის. ამიტომ აქ რომ დავწერ 3 ფესვის 3-ს, აქეთ უნდა მოვძებნო მომდევნო ყველაზე მცირე გვერდი. ახლა რომელი არის უფრო მცირე? 18 ფესვის 3 თუ 27? მოდი ისე დავფიქრდეთ. 18 გამრავლებული ფესვის 3-ზე არის, მოდი დავწერ 18 ჯერ ფესვის 3, ეგ იგივე რაც 18 ჯერ დაახლოებით 1.7, 7 ჯერ 8 არის 56, 7, იქაც 5, 12, 18, 6, ნუ წერთ ვიმახსოვრებ 3 და ესე იგი 18 ფესვის 3 უფრო დიდია ვიდრე 27, ამიტომ მომდევნო, ანუ საშუალო გვერდი, ასე ვთქვათ, აი 3 ფესვის 3 შესაბამისი გვერდი არის 27. ამიტომ 3 ფესვის 3 უნდა შეეფარდებოდეს 27-ს, ისევე როგორც 3 უნდა შეეფარდებოდეს 9 ფესვის 3-ს და ბოლოს რაც დაგვრჩა 6 უნდა შეეფარდებოდეს 18 ფესვის 3-ს, აი ესე. ეხლა ვნახოთ ესენი ერთმანეთის ტოლი არის თუ არა მართლაც. თუ 3-ე შეეფარდება ერთმანეთის ტოლია, მაშინ ძალიან კარგი. ახლა ნუ პირველ რიგში მოდი რაც თავში უცებ მარტივად მოდის, 3 და 9 შეიკვეცება და ქვემოთ ექნება 3, აქ 3 და 27 შეიკვეცება ქვემოთ ექნება 9, აქ 6 და 18 შეიკვეცება ქვემოთ ექნება 3. ესე იგი, ახლა აქ მე მიწერია 1 გაყოფილი 3 ფესვის 3-ზე. აქ მაქვს ფესვის 3 გაყოფილი 9-ზე და აქეთაც მაქვს 1 გაყოფილი 3 ფესვის 3-ზე. ხა მოდი ვნახოთ ესენი უდრის თუ არა ერთმანეთს. უბრალოდ გავარაციონალუროთ ნიშნელი, ანუ 1 გაყოფილი 3 ფესვის 3-ზე რომ მაქვს, ავდგები და გავამრავლებ და გავყოფ ამას ფესვის 3-ზე. და მაშინ ზემოთ მექნება ფესვის 3 და ქვემოთ მექნება 3-ჯერ ფესვის 3-ჯერ ფესვის 3, რაც უდრის 9-ს. ესე იგი, გამოდის რომ ეს და ეს არის იგივე რაც ფესვის 3 გაყოფილი 9-ზე. ესე იგი, გამოდის რომ გვერდები ერთმანეთს შეეფარდება ერთნაირად, ანუ ეს გვერდი ისე შეეფარდება ამას, როგორც ეს გვერდი ამას და როგორც ეს გვერდი ამას. და ამიტომ გამოდის რომ რადგან გვერდების შეფარდება არის ერთნაირი, ესე იგი აქ გვაქვს side side side, ანუ იგივე გვერდი მსგავსება და ეს სამკუთხედები ერთმანეთის მსგავსია. ოღონდ ისევ და ისევ უნდა დავწეროთ ეს ძალიან ფრთხილად. ანუ უნდა დავწეროთ რომ სამკუთხედი EFG თუ EFG თუ G მსგავსი არის სამკუთხედისა და ახლა უნდა გავყვეთ სწორად. EF-ი არის მცირე, ამიტომ HI უნდა ვთქვა აქ. HIJ. აი ეს. ესე იგი EFG მსგავსი არის HIJ-ის სამკუთხედის. ანუ ისევ რატო გავაკეთე ესე, რატო დავწერე, იმიტომ რომ EF-ი არის ყველაზე მცირე, ამიტომ აქაც რომ დავიწყებ სამკუთხედის სახელს, ყველაზე მცირე გვერდით უნდა დავიწყოთ და რაც ნამდვილად არის HI. და ბოლოს დაგვრჩა აი ეს მაგალითი. ესე იგი გვაქვს KLM სამკუთხედი და NOP სამკუთხედი. ჩანს რომ ერთი კუთხე აქვს ერთმანეთის ტოლი, ჩანს რომ გვერდები რაღაცნაირად კარგი ზომებია, მართლაც აი 10 არის 5-ზე 2-ჯერ მეტი, 8 არის 4-ზე 2-ჯერ მეტი და იფიქრებ რომ უნდა იყოს თითქოს აქ side angle side მსგავსება, ან იგივე გვერდი, კუთხე, გვერდი მსგავსება, იმიტომ რომ მართლაც გვერდები თითქოს პროპორციულია და კუთხეც ტოლია, მაგრამ აქ არ არის ასე საქმე, იმიტომ რომ თუ მინდა რომ ორი სამკუთხედი ერთმანეთის მსგავსი იყოს აი ასეთი ნიშნით, მაშინ კუთხე უნდა იყოს გვერდებს შორის ორივეგან. და NOP სამკუთხედში კი არის ამ ორ გვერდს შორის მოქცეულია ეს კუთხე, მაგრამ KLM სამკუთხედში კუთხე არ არის ორ გვერდს შორის მოქცეული, სხვაგანა.
ანუ ეს კუთხე რომ ყოფილიყო აი აქ, მაშინ ეს ორი სამკუთხედი იქნებოდა მსგავსი. მაგრამ რადგან ეს კუთხე არ არის აქ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვით. ანუ შეიძლება იყოს მსგავსი, შეიძლება არა, მაგრამ საკვარისი ინფორმაცია არ გვაქვს. როცა გვინდა რომ გვერდი კუთხე გვერდი მსგავსება გქონდეს, მაშინ გვერდებს შორის უნდა იყოს კუთხეები მოქცეული. რაც აი ამ მაგალითში არ არის.